რაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო საღამოს კიკნაძეებთან ვართ დაბადიჟებულები ხომ გახსოვს? მართლა არაფერი თარიღი არ არის, უსაჩუქროთ არ წამოვიდე. არა, რა თარიღი? არა, დაბადების დღე ნამდვილად ვიცი, არცეც არ აქვს. და ქორწინების დღე? მაგათი ქორწილი გაგანია ზამთარში არ იყო. არ გახსოვს ჯვრის წერაზე კინაღამ რო გავიყიდეთ. ეს ყველას ქორწინების დღე რო გახსოვს. ჩვენი რატომ გამიწყდება ხოლმე? კარგი, ნამსხვრს წამოვიღებ და. აბა რა ნამსხვრები? ნახში წყებს აღარ ვჭამო ხო ამ? არა, კიკნაძეებთან მივდივართ. დაგისხა ჩაი. არა, ჯერ სააბაზონეში შევდივარ მე. კარგი. ვა, ზურ? რა სიმპათიურად გამოიყურები? ძალიან უხდება ეს პერანგი. მაგარად. რა ხასიათზე გავიღვიძეთ, ჰა? რა ხდება? აი, რა უნდა ხდებოდეს? აი, გაიხედე გარეთ. კარგი ამინდია. ახალგაზრდა ლამაზი მშობლები მყავს. შეხედე დედას. ნახე რა ლამაზია. კი, დედა კი. კარგი, ახლა ჯერთ მათ არ დამივარცხლია. აი, მაგითო ხარ ლამაზი. კაი, წავედი მე. აწუთში გამოვალ. დამოყრებ ჩაის? ოთახში შემოგიტან. ოკეი. მადლობა. გამოცვალე? ჰა? აღარ იღრინება, ხო? იღრინება კი არა. ყოველ დღე მეფერება კი. გუშინ მეკითხები, ხომ არაფერი გინდა თქვა. შენი კარგად ყოფნა მხოლოდ. ეგ ფრაზა თუ იცოდა ვერ წარმოვიდგინე. კარგი, ახლა ეგრეც არ არის საქმე, მაგრამ უკეთეს ხასიათზე არის ნამდვილად. ხო და რამ შეცვალა, რა მოხდა? ადრე ვერც დაელაპარაკებოდი. რა ვიცი, ადრე არ მოწონდა ეს უბანი, რაღაცა ეგონა რომ მეგობრები აქ არ მოვიდოდნენ. ეხლა თავისი ოთახიც მოაწყო, გოგოებიც მოდიან, უკეთეს ხასიათზე დადგა. თვითონ ეგა? კი, რა ვიცი, სხვა რა უნდა იყოს. აი ესე იგი 7-ზე, ხო? 7-ზე ვიყო მზად. კი. ჩემი დროით 7-ზე და არა შენი დროით. მამიკო ადიქი და გაგვიანდება. მამიკო. მამისიკები. აფერისტი გოგოვინა. არ ვიტყუები მძინა. ხო ესე მძინა მამიკო, ესე. ეგრე მars. ვაინი. ესე ვიყოთ რა. ой, ჩუში. ისი. გიყვარ ვარ? რებს მეკითხები მამიკო? აღარ მეყვარ ხან? ისე გიყვარ ვარ, რომ დღეს სკოლაში არ წავიდე? შეგჭამ. გამიშვით არა ბებოს დაუძახებ. ვერ დაუძახებ, მამიკო არ არის სახში. საწავიდე. საწავიდე და ანალიზები უნდა გავიკეთო. ელენიკო მისამ თხოვაო, რა? ხო, რამდენი ხანი არ ყოფილა რა? დედას უდაყავდა ხოლმე. ხო, მამიკო, მადიქი რა გთხოვ. რაღაც არ გთხოვ შემსრულებ. მამიკო, სურვილებით ახლა სკოლას ვერ გაგაცდენებს რა. არა, ეგ არ მინდა. მამას სკოლის გარდა რაც გინდა თხოვე. დღეს შეიძლება ქეთის თან წავიდე. გთხოვ. ხალხს არ ვიყავით მამიკო. კი, მაგრამ მომენატრა. გთხოვ, თუ გინდა დაურეკე და უთხრე რომ თვითონ მოვიდეს. ადიქი, გეხვეწები, კარგი.
ნახოთ. ადექი. ჯერ უთხარ. კაი, მიდი ადექი ოღონ და დავბრკა, მიდი. ადექი. ისა იმ დღეს შენთან ვეღარ გითხარი და ტელეფონშიც არ მინდოდა მეთქვა. რა მიქენი სოფისთან? დედა ჩემთან? ხო. იცი როგორ შემწვა? ერთ წუთში 100 სიტყვილი ვთქვი. აი, გაგებთხილებინა მაინც და ერთად მოგვეფიქრებინა როგორ ვიგუგუნეთ კახეთში. ხო, მაგრამ იცი რა საყვარელი იყავი. აბა მე ვკითხე. იცი როგორ ცხენია? ცხენია. ლიზი. ხო იცი რა შენს გამო დედა შენს მილიონ ტყუილს ვეტყვი. ხო, მეც. მაგრამ ხომ და ვიცოდე ის ბიჭი ღირს თუ არა ამათ. ხო განახი ფოტოები რა იყო არ ღირს? ფოტოებით რა გავიგო. უფრო დეტალურად მაინტერესებს. კარგი მითხარი, რა გითხრა, რა გაინტერესებს? და ყველაფერი გაცნობის წამიდა. ეკო მოგიყევი. ხო, მაგრამ უფრო დეტალურად მაინტერესებს. აღარ კახეთის ამბავი არ გამოგჩეს. კარგი. მოკლედ დავეჯახი მანქანით. ცოტა ხანი იყავი ეგრე რა. ესეთ ბედნიერი სახე გაქვს, მინდა რომ გიყურო ცოტა ხანს. რა სახე გაქვს, რა არის? არ ვარ ბედნიერი და იმიტომ. ანუ ჯვარს იწერ. ნინისთან ერთად პარიზში მიდიხარ. ანუ კიდე რა გინდა ბედნიერებისთვის? ვეღარც ჯვარს ვიწერ და ვეღარც პარიზში ვეღარ მივდივარ. ბოლო წამს უარი გითხრა? არა. აბა, შენ გადაიფიქრე? არა, არც მე გადამიფიქრებია. უბრალოდ მამა უნდა რეკა. აუ, თქვენი ქორწინების წინააღმდეგი ვარო? მაცდი რომ მოგიყვე. მიდი ხარი თქვენ. ცუდად არის თვითონ. რა მოვიდა? არ ვიცი, მონასტერში ვიყავიო და ფეხი გადამიტრიალდაო. და ეხლა როგორა? კარგად, მაგრამ 2 კვირა უნდა იწვეს. აუ, დილიდან გაგიჟებული ვარ რა. აი შენ კიდე პარიზიდან რო ჩამოხვალთ მე დაიწერე ჯვარი. არ მინდა ეგრე. მინდოდა სანამ წავიდოდით იქამდე დაგვეწერა. თან გადადებაც არ გამოდის. ყველაფერი გადახდილი მაქვს, სასტუმროც, ბილეთებიც. მოიშვი და მაინდა-მაინც მაგტაძარში გინდა რომ დაიწერო? არა, მაგრამ ესე უცბად სადუნახო სხვა. ანუ გინდა ჩემ მამას დაურეკო და ჩემთან დაიწერე მონასტერში ჯვარი. მოიცა, ეცლება? კაი ამბისთვის მოიცლის, ალბათ. აუ, შენ გაიხარე რა. გამისკდა მთელი დღეა გული. შენ ხარ ნამდვილი მეჯვარი. წამო. House. რა ვიცი ხარ? შენც? გაბარსული. გამოპრანჭული, დავარცხნილი. კარგია ხო თერაპია? რა ვიცი, არ დამიწყია. 2 დღე არაც დავიწყე. ნახოთ. თავარია დაიწყე. ხოიცი, ამბობენ, პრობლემის აღიარება ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯიაო. იუმორის გრძნობას დაგვიბრუნდა. ვცდილობ. კარგია. როგორ ხარ? მართლა როგორ ხარ? როგორ მოგწონს სიტუაცია? ხა რო ითხრა რომ ეგეთ პონჩი ცხოვრებაში არ ყოფილვარ თქო დამიჯერებ. ხო, მაგრამ ისეთი გაუსაძლისიც ხო არ არის? იცი რა, როგორი გაუსაძლისიც არ უნდა იყოს ანა. ყველაფერს გავუძლებ, კიდეა რა. რა? მიხარია. თან მაგარია. ეს ყველაფერი ის დამსახურება, იცი?